მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ამ სამიტს ბუნებრივია ყველამ უწოდა ისტორიული, იმიტომ რომ მრავალი წლის მანძილზე უმაღლეს დონეზე ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი და რუსეთის ტერორისტი პრეზიდენტად წოდებული ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს არ ხვდებოდნენ, ამიტომ რა თქმა უნდა თავისთავად ეს ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრა იყო. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა მის პირველ საჯარო კომუნიკაციაში და შემდგომ გაიმეორა უკვე შონ ჰანიტის ინტერვიუში, რომელიც შედგა იმავე ოთახში, სადაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ეს ერთგვარი განმარტების შესაძლებლობა იყო პრეზიდენტი ტრამპისთვის იმ 3 საათიანი შეხვედრის, რომელსაც უნდა მოყოლოდა პრესკონფერენცია, მაგრამ არ მოყვა და პრაქტიკულად ისინი ძალიან მოკლე ბრიფინგით შემოიფარგლნენ. ეს ფრაზა მან იქაც გაიმეორა ამ ვრცელი ინტერვიუს დროს და ეს საკვანძო ფრაზა არის მთავარი დასკვნა, ასე ვთქვათ, ამ შეხვედრის, რომ არ არის შეთანხმება, მანამ სანამ არ არის შეთანხმება, ხო? და ნუ ესეა, ესეც უნდა ყოფილიყო და ეს ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმოდა, იმიტომ რომ ბუნებრივია ყველას ესმის, რომ შეთანხმება უკრაინის შესახებ ვერ შედგებოდა, საბოლოო შეთანხმება უკრაინის მონაწილეობის გარეშე და ამიტომ აუცილებელია ეს სამმხრივი სამიტი. თუმცა რა თქმა უნდა ეს შეხვედრა აუცილებელი იყო და ერთი შედეგი რაც მივიღეთ და ერთი რამ რაც დავინახეთ, აი თქვენ მკითხვაც ეს იყო რომ რა დავინახეთ, ხო? ანუ საერთოდ რა შეიძლება ყოფილიყო ეს და სხვათა შორის უკრაინული პრესა, მათ შორის ინგლისურენოვანი პრესა საკმაოდ ნეგატიურად აფასებდა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ამ შეხვედრას, არ გამოვიყენებ იმ ფრაზეოლოგიას, რაც გამოყენებული იყო, მე არ დავითანხმები ამ შეთანხმებას და რატო? იმიტომ რომ ერთი ყველაზე ამ შეფასებას და რატომ? იმიტომ რომ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დაინახა სამყარომ და რაც დაინახა მსოფლიომ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაინახა ვლადიმერ პუტინმა. ეს არის ამერიკის სიძლიერე. მან დაინახა ძლიერი ამერიკა. მან ძლიერი ამერიკა დაინახა მათ შორის ხაზგასმით სამხედრო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს ხელი ჩამოართვა და შემდგომ ერთად გაიარეს ეს წითელი ხალიჩა, სწორედ იმ მომენტში, როდესაც დაიწყეს სვლა, სწორედ იმ მომენტში მართლაც ესეთი სინქრონიზებული იყო მათ ნაბიჯებთან ბომბდამშენების B2-ს უწოდებენ ამ ბომბდამშენს stealth, ანუ stealth-ის ტექნოლოგიაზე აგებული ბომბდამშენია, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამერიკის სამხედრო და საჰაერო უპირატესობის სიმბოლოა, რომელსაც რაღაც ინჟინერიის გენიალურ ქმნილებას უწოდებენ, რომელიც ხაზს უსვავს ამერიკის უპირატესობას, ამერიკის სამხედრო უპირატესობას და ძლიერებას. მათ შორის მინდა გითხრათ, რომ ეს არის სწორედ ის ბომბდამშენი, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა ბოლო სამხედრო ოპერაციაში და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგად იცის ვლადიმერ პუტინმა და ეს ბოლო სამხედრო ოპერაცია იყო ირანის წინააღმდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაცემული ბრძანებით შესრულებული სამხედრო ოპერაცია, რასაც დიდი ხანი ვერ ბედავდა სხვა, რომლითაც გაანადგურეს ირანის ბირთვული პროგრამა, ბირთვული შესაძლებლობები და ამით რა თქმა უნდა მნიშვნელოვანწილად დაასუსტეს პუტინი, ხო? ამიტომ ეს ძალიან სიმბოლური იყო, არ ვიცი ხა ამას რა თქმა უნდა ამერიკელმა ჟურნალისტებმაც ხაზი გაუსვეს და ყველასთვის ძალიან ხალხსაჩინო იყო. თუმცა სხვა შეფასებაც, როდესაც აქ სიძლიერე ჩანს მათ შორის აი ამ ავიაგამანადგურებლების კორიდორში, გავლაშიც. თუმცა ეს იყო წითელი ხალიჩა, რადიკალურად განსხვავებული შეხვედრა თუ ამიტომ იყო ზუსტად რუსო მაგალითად ზელენსკისთან. კი, ამიტომ იყო და ეს იყო პირველი ამერიკაში, ამერიკულ მიწაზე პუტინის ჩასვლა 2015 წლის შემდეგ. კი. ამიტომ რა თქმა უნდა და მის რაღაცა უნიჭო ხუმრობას რომ შემდეგი შეხვედრა მოსკოვში გამართვაო, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც პრაქტიკულად დაცინვით უპასუხა, პრაქტიკულად დაცინა მას. თუმცა, ну, რა თქმა უნდა, ეხა დიპლომატიაში მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტთან უწევს პირისპირ ჯდომას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მას გარკვეული დათმობები და რაღაც გარკვეული დიპლომატიური სტანდარტის შენარჩუნება უწევდა იმისთვის, რომ საერთოდ ეს შეხვედრა შემდგარიყო, მაგრამ თავარი, აი take away, როგორც იტყვიან რა ამერიკელები, ანუ თავარი, რაც ჩვენ აქედან უნდა წავიღოთ,
და ჩემი აზრით მთავარი განზრახვა მათ შორის რაც იყო ტრამპის ამ შეხვედრის და ამ ვიზუალის, იმიტომ რომ გუშინ მაგას ლაპარაკობდნენ ანალიტიკოსები და ჟურნალისტები, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო reality shows შემქმნელიც, მონაწილეც, ანუ მისთვის ვიზუალი, სიმბოლიკა, რას ხედავს მაყურებელი, ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მთავარი მიზანი იყო ამერიკული ძალის პროექცია, რაც მან ძალიან დიდი წარმატებით გააკეთა და განსაკუთრებით ამერიკული ძალის მთავარი გამოხატულება რა არის, ხო? ეს არის ეკონომიკური სიძლიერე ამერიკის შეერთებულ შტატების, როგორც ნომერ პირველი ეკონომიკა მსოფლიოში და ეს არის მისი სამხედრო ძალის დემონსტრაცია და მისი სამხედრო ძალა როგორც ასევე ნომერ პირველი. რა კითხვაც დავსვი, რა დავინახეთ, ერთის მხრივ შესაძლოა პუტინს აი თუნდაც აი ამ სიმბოლიკებით მიუხედავად იმისა, რომ დახვედრა იყო პომპეზური, ჰქონდა მას რაღაც მეტყველი დეტალები აი ამ ავიაგამანადგურებლებით თუ ბომბდამშენებით. თუმცა შეგვიძლია თუ არა ასევე დავინახოთ და ტრამპსაც უნდა დაინახა თუ არა, რომ რეალურად პუტინი არ არის უკან დამხევი. ის არ თანხმდება პირობებს, რა მიზანიც ჰქონდა ტრამპს, ეს მიზანი ვერ მიიღწა. ანუ შეგვიძლია თუ არა მეორე მხრიდან ასევე შევხედოთ ამ პროცესს. რუსო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტრამპის მხრიდან მთავარი მიზანი იყო ამერიკული ძალის დემონსტრირება, რომ ამ მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატები უკან არ დაიხევს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია პუტინი გაძლიერდეს ამ მოლაპარაკების დასრულების შემდგომ, რომ ამ მოლაპარაკების შედეგები ვერ გამოიწვევს პუტინის გაძლიერებას. აი ეს უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად. შემდგომ, რა თქმა უნდა, და ხა ამაზე მეტყოლებს მათ შორის ის, რომ ორშაბათს უკვე ჩანიშნულია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და დიდი ალბათობით იქ იქნებიან ასევე ევროპელი ლიდერები, მათ შორის ძალიან დიდი იმედი მაქვს და მოლოდინიც მეცაც ვიტყვი, რომ იქ იქნება ფრიდრიხ მერცი, რომელიც ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში იქნება საკვანძო ფიგურა. შეიძლება ის ასე ძალიან არ ჩანდეს, როგორც მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი, როგორც ჩანს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. არა მხოლოდ ტემპერამენტის განსხვავებებიდან გამომდინარე, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ფრიდრიხ მერცს უდიდესი როლი ექნება იმ სამშვიდობო შეთანხმებაში, რომელიც აუცილებლად შედგება და რომელიც აუცილებლად შედგება უკრაინელი ხალხის ინტერესების დაცვით. იმიტომ რომ დონალდ ტრამპს ძალიან კარგად ესმის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის იმ 4 ოლქის შესახებ, რომელსაც პუტინი ითხოვს. ხო, პუტინი პირდაპირ ტერიტორიალური მოთხოვნებით იყო ჩასული ალასკაში და ზოგადად ყველა მოლაპარაკების მაგიდასთან პირდაპირ ამბობს, რომ მე უნდა შევცვალო დღეს 21 საუკუნეში 2025 წელს იმ ომით, რომელიც მე 3 წლის წინ დავიწყე, უნდა შევცვალო ტერიტორიული საზღვრების სუვერენული სახელმწიფოსი და უნდა შევაჩერო მისი სვლა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ და ეს არის მიზნები, რომელსაც ის ვერ მიაღწევს. ხაზგასასმელია, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით უკრაინის გარეშე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. თუმცა მე მინდა გკითხოთ, როგორ გამოიყენება საქართველოში თუნდაც აი ეს სურათი, რაც გუშინ ალასკაში ვნახეთ, ქართული ოცნება წარმოაჩენს ამას როგორც აი პროცესს, სადაც ტრამპი პუტინს ესაუბრება, პუტინისთვის რაღაც ლეგიტიმაციის მოპოვების მცდელობა იყო და ასე წარმოაჩენს კიდეც რუსული პროპაგანდა, იზოლაციისგან თავის დაღწევაც რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ და რომ პაპუაშვილი წერს, რომ აი კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის, სადაც უკრაინა პროცესში ვერ მონაწილეობს და ის არის, რასაც ჩვენ ამ დროის განმავლობაში სულ ვამბობდით. რა ჩანს ქართული ოცნების ამ ნარატივში, ან როგორ შეიძლება ამასთან წინააღმდეგობის გაწევა, ან საწინააღმდეგო რა არგუმენტი შეიძლება დაუპირისპიროთ? ხო, ნუ ხა ეს სისულელია, რასაც პაპუაშვილი ლაპარაკობს, ჩვენ უნდა ვისაუბროთ რეალობაზე, ხო, და არა რუსულ პროპაგანდისტული ხო, მაგრამ უბრალოდ ამომრჩევლს ეუბნება, რომ ნახეთ, ტრამპი პუტინს ესაუბრება და ასეთია ომის ორივე მხარეც, ანუ ამერიკა, დასავლეთი და რუსეთი და ასე წარმოჩნდა ქართული ოცნების მხრიდან, რომ რეალურად ამერიკა, უпростоრად რუსეთი და დასავლეთია ამ ომში მონაწილეები.
და უკრაინა არის ჩათრეული გვევლინება სამშვიდობო მოლაპარაკებებში მედიატორად და ამას ამბობს ტრამპიც. ახლა დღეს ამ ვისის ინტერვიუ უკვე ვახსენე Fox-ზე, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა შემდგომ ამ შეხვედრის შემდგომ იმავე ოთახში ჩაწერა. და იქ საუბრობს იმაზე, რამდენად ამაყობს იმით, რომ დაასრულა 5 კონფლიქტი მსოფლიოში და იქ საუბრობს ინდოეთზე და პაკისტანზე, საუბრობს ირანზე და ისრაელზე, ირანზე იმ თვალსაზრისით, რომ ბირთვული შესაძლებლობები იყო იქ განადგურებული და 12 დღიან ომად მოიხსენიებენ, ასე ვთქვათ, ამ დაპირისპირებას, სადაც ტრამპი თვლის, რომ ის იყო საკვანძო ფიგურა და პრინციპში იყო კიდეც, იმიტომ რომ მან მიიღო საკმაოდ რადიკალური, გამბედავი, მოდი ესე ვთქვათ, გადაწყვეტილება, ხო, ამერიკული სამხედრო საჰაერო ძალების ჩართვის თვალსაზრისით. მან ახსენა აზერბაიჯანის სომხეთის კონფლიქტი, რომელიც მრავალი დეკადის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასრულდა სწორედ მისი ძალის ხმევით. ანუ ეს ადამიანი გვევლინება მშვიდობის გარანტად და ასე პოზიციონირებს ის. ხა იქ შიდა მოხმარებისთვის მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რა რიტორიკის გამოყენება სჭირდება იმისთვის რომ თავის ამომრჩეველს ესაუბროს ეს ცალკე ნაწილია და მე ამაში საერთოდ არ შევალ მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა ხა ხავს ეჭიდება ასე ვთქვათ გაჭირვებული ოცნება რომელსაც კატასტროფულად გაფუჭებული ურთიერთობა აბსოლუტურად ყველასთან და მათ შორის ამერიკულ შეერთებულ შტატებთან ტრამპს არ იყო რომ საყვედურობდნენ და საყვედურის წერილებს უგზავნიდნენ და კიცხავდნენ და თიც უქნევდნენ რამდენიმე კვირის წინ რომ აი შენო deep state-ი გაკონტროლებსო და რაღაც სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებ ჩვენთან დაკავშირებით. ანუ არეულები არიან სრული კოგნიტური დისონანსი, ჭირდება მაგაშიც ვერ ჩამოყალიბდნენ საერთოდ რა დამოკიდებულება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იმიტომ რომ არაფერი არ ესმით სინამდვილეში, არ იციან საერთოდ პარტნიორებთან ურთიერთობა ერთი და მეორე, იმიტომ რომ ივანიშვილს კონკრეტული დავალება აქვს, რომ გადაიყიდოს დასავლეთი და საქართველოს დასავლელი პარტნიორები, რომლებიც შესაძლებელია რომ გახდნენ მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში. ერთადერთი რაც საქართველოს მოქალაქემ უნდა დაინახოს, ახლა თქვენ მოქალაქეზე საუბრობთ და რა თქმა უნდა ჩვენი სწორება სწორედ მათზე უნდა იყოს, მაყურებელზე, მსმენელზე, ადამიანებზე, რომელთაც უნდათ რომ აი ამ კაკაფონიაში, ამ არეულობაში, ამ ბუნდოვანებაში რომელსაც ქმნის პროპაგანდა, იმიტომ პროპაგანდის არსი რა არის, ხო? რაღაც მცირედი ინფორმაცია აიღოს, რომელიც მართლაც სიმართლეს შეესაბამება, ანუ ის რომ ანკორეჯში, ალასკაში ეს შეხვედრა მართლაც შედგა და შემდეგ ეს ისე დასპინოს, ისე დაატრიალოს და ისე მიაწოდოს, რომ უკვე მისი მესიჯი, ის მესიჯი რაც კრემლს უნდა, ის მესიჯი რაც პუტინს უნდა, ის მივიდეს მოქალაქემდე და ის დაიჯეროს. ანუ ერთადერთი რაც მართალია ამ სულელი პაპუაშვილის პოსტში, ეგ არის რომ მართლაც ეს შეხვედრა შედგა, თორე სხვა დანარჩენი არც ერთი დასკვნა არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ დონალდ ტრამპი დღეს გვევლინება მშვიდობის გარანტად. ის ასე პოზიციონირებს და მათ შორის, როდესაც პაშინიანს და ალიევთან ხდებოდა და მათთან ერთად ისტორიულ შეთანხმებას მოაწერა ხელი და სრული კატასტროფა რუსო ის, რომ ასეთ ისტორიულ მომენტში, როდესაც მართლა მსოფლიო იცვლება და ერთხელ და სამუდამოდ გვაქვს შანსი რომ ჩვენი რეგიონი გავიდეს სამშვიდობოს და არა მხოლოდ გავიდეს სამშვიდობოს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, არამედ სოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, ბირთვული სახელმწიფო, ყველა ძლიერი სამხედრო შესაძლებლობებით გახდეს ამ მშვიდობის გარანტი. ანუ რუსეთმა ვეღარასოდეს გაბედოს მავთულ ხლართის 1 სანტიმეტრითაც გადმოწევა და პირიქით ჩვენ შეგვექმნა შესაძლებლობა რომ როგორც გადაიჭრა აზერბაიჯანს სომხეთს შორის ტერიტორიული უთანხმოება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები გვეყოლება გარანტად. ანუ წარმოიდგინეთ, რამხელა შესაძლებლობები დგას ჩვენს წინაშე, რომ მოხდეს ქვეყანაში დეოკუპაცია, რომ როგორც იქნა მოხდეს საქართველოს გამთლიანება და საქართველოს ყავდეს გარანტად ამერიკის შეერთებული შტატები და ეს ჩვენი ევროინტეგრაციის გზა, რომელსაც სხვათა შორის ჩემი ღრმარწმენით ასევე სომხეთი მნიშვნელოვანწილად დააჩქარებს. მე საერთოდ არ გამოვრიცხავ იმას, რომ სომხეთმა მოითხოვოს კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაიხსნას მოლაპარაკებები, მაგრამ რა თქმა უნდა დასავლეთისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს
აი ძაბრისებრად მოთავსებული ეს რაღაცა გეოგრაფიული ჩიხი, რომელთაც ჩვენი სანუკვარი სამშობლო აქცია ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა. ამიტომ მთავარი ამოცანა ახლა ჩვენთვის ამ რუსკოცების პროპაგანდისტული მესიჯების ინტერპრეტაცია კი არ უნდა იყოს, თუმცა რა თქმა უნდა მესმის თქვენი ჟურნალისტური ინტერესიც და ის სურვილიც რომ ადამიანებმა ეს ტყუილი არ მიიღონ და სიმართლე გაიგონ რეალურად რა დევს მაგიდაზე და სასწორზე და პრინციპში ამ გამოხმაურებებში პოლიტიკოსებს შორის უფრო მეტად ქართული ოცნების აქტიურობა ვნახე პრინციპში. ხო, შეიძლება ეს ჩვენი მინუსია, მიღებულია შენიშვნა, რომ უფრო მეტად უნდა განგვემართა ხო ამ სამიტის მნიშვნელობა, იმიტომ რომ იყენებს ამ ხო, რა თქმა უნდა, ეს ეხება არა მხოლოდ რუსეთს, ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ეს ეხება საქართველოს, ისევე როგორც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ტრამპის სახელობის სამშვიდობო შეთანხმება ეხება პირდაპირ სომხეთს და აზერბაიჯანს, მაგრამ ასევე რა თქმა უნდა საქართველოს მართლა გეოგრაფიული კატასტროფა რაც გამოჩნდა სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებით, შეიძლება რუსეთმა გადაფაროს იმით რაც ალასკაში მოხდა, თუმცა თქვენ გავრცელებულ აზრს როგორც არა, ვერანაირად ვერ გადაფარავს. მეტად ეს აზრი მოვისმინე, რომ პუტინმა უფრო ბევრი ბენეფიტი წამოიღო ამ შეხვედრიდან, ვიდრე ტრამპმა. თუმცა მე მინდა ქვეყნის შიდა პროცესზე გადავიდეთ, გასაგებია თქვენი პოზიცია. ქვეყნის შიგნით მოგვიყევით თქვენი დღის წესრიგი როგორია? ქვეყნის შიგნით ჩვენი დღის წესრიგი უნდა იყოს ერთის მხრივ იმ საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი მუშაობა, რომელთანაც დაგვაშორეს და რომელთანაც ჩვენი ქვეყანა გადაკიდეს რუსკოცებმა და ეს რა თქმა უნდა კეთდება მიზანმიმართულად, სწორედ იმიტომ რომ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი არ იყოს საქართველო, იმიტომ რომ ალასკის სამიტზე საქართველოს საერთოდ ნახსენები არ იყოს. მე შეიძლება გუშინ ნახეთ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, სადაც ის ხსნის პუტინის ფსიქოტიპს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მას როგორც მომლაპარაკებელს, რა არის მისი მოლაპარაკების სტილი და ძალიან საინტერესო იყო ეს და ადამიანისგან განსაკუთრებით, რომელიც 30 ჯერ არის შეხვედრილი ამ საერთაშორისო კრიმინალს და ტერორისტს. საუბრობდა მის გამოცდილებაზე, მის მიერ დანახულზე, ასევე მის მიერ დანახულზე, რაზეც პრინციპში უკვე მსოფლიო თანხმდება რუსო, მათ შორის ის რომ პუტინს ესმის მხოლოდ და მხოლოდ ძალის ენა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ პატივს ცემს ძალას და აი ამიტომ ვამბობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენ დავინახეთ გუშინდელ შეხვედრაში იყო სწორედ ამ ძალის დემონსტრირება და ამიტომ მიმაჩნია რომ მთავარი მიზანი მიღწეული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. მაგრამ რატომ ვახსენე პრეზიდენტი სააკაშვილის ეს სტატია? იმიტომ რომ ჩვენი ინფორმაციით ეს სტატია მივიდა არა მხოლოდ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გარემოცვასთან უშუალოდ იმ მომლაპარაკებელ გუნდთან, რომელიც მასთან ახლდა გუშინდელ შეხვედრაზე, არამედ თავად პრეზიდენტთანაც და აი ნაცვლად იმისა, რომ ხა თქვენ ხო გესმით ასეთ შეხვედრები, როდესაც მზადდება, ძალიან ისეთი მსუყე ფაილი მზადდება ხოლმე, რომელშიც არის უამრავი სხვადასხვა ინფორმაცია და არა მხოლოდ ის უშუალო სასაუბრო, რაც შემდგომ უკვე მოლაპარაკების დროს გამოიყენება ლიდერების მიერ და იმ სასაუბროში რუსო, იმ სასაუბროში ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს და თავად თეთრ სახლს ჰქონოდა ინფორმაცია საქართველოს შესახებ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ დიდი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი როგორ უნდა გახდეს საქართველო, ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც მათ მივიდა იქამდე, ისევ ყოფილი პრეზიდენტის, ყოფილი პრეზიდენტები არ არსებობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანის, რომელიც გამოკეტილია მე-4 წელია ციხეში, მისგან მივიდა ისევ რომ საქართველოს ხმა შეაწიოს და საქართველოს ხმა ისმოდეს და საქართველოს საერთოდ ვინმეს ახსოვდეს ასეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოლაპარაკებებში ჩვენი რეგიონისთვის, ხო? ამიტომ ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ იმას ვაკეთებთ, მათ შორის რომ საერთაშორისო რადარებიდან, რომლიდანაც გაქრობა უნდა ივანიშვილს საქართველოსი, იმისთვის რომ პირისპირ დაგვტოვოს ტერორისტ პუტინთან და მის მოკავშირეებთან, როგორიც არის ირანი და როგორიც არის ჩინეთი,
აი ჩვენ იმას ვაკეთებთ, რომ საქართველოს რადარებიდან კი არ მოიხსნას ჩვენი ხმა და ქართველი ხალხის ხმა და საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ინტერესები ისევ იყოს აი ამ სოფლიო ლიდერების დღის წესრიგში და არა მხოლოდ დღის წესრიგში, არამედ პირდაპირ მნიშვნელობით მათ ფაილებში, რომელსაც ისინი იყენებენ მოლაპარაკებებზე. ეს პროცესი ასეთია. მეორე ხა სავარაუდოდ თქვენ გაინტერესებთ ქვეყნის შიგნით და კი ამაზეც გადავიდეთ. რაზე მუშაობთ მაინტერესებს, იმიტომ რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა 8 პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტეთ, რომ პროცესში, რომელიც ახლა ქართული ოცნება, რომელშიც არის ქართული ოცნება ჩართული, არ ჩაერთოთ, წინააღმდეგობრივი ბრძოლა ასე წარმართოთ და მაინტერესებს, როცა ხვდებით, რაზე მუშაობთ, რა არის ეს თქვენი კონკრეტული დღის წესრიგი, გეგმა, სათხართ? რუსო, უპირველესად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ არა რომ გვიშინ ესეთი ისტორიული მნიშვნელობის სამიტი შედგა და მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რაც მქონდა, რომ ამაზე უფრო დეტალურად მესაუბრა, არამედ ზოგადად გლობალურადაც უნდა გვესმოდეს, ხო, რამდენადაც ივანიშვილს სურს, რომ ქვეყანა იყოს საერთაშორისო იზოლაციაში, აქ პროცესები საერთაშორისო პარტნიორებთან სწორი კომუნიკაციის გარეშე ვერ წარიმართა. და ესაუბრებით, რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ მერცი ინფორმირებული იყოს, რომ მაკრონი ინფორმირებული იყოს, რომ ტრამპი ინფორმირებული იყოს და ასე შემდეგ. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეს საქმე მაინც ჩვენი გასაკეთებელია. ხა იგივე ვარდების რევოლუცია სამწუხაროდ მე მაშინ პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში და არ ვიყავი ამ პროცესის ნაწილი, მაგრამ ნებისმიერი ვინც იყო, გეტყვით რომ ის საქმე, ხო, ის მშვიდობიანი რევოლუცია, რომელმაც შეცვალა უკვე ამ ქვეყანაში ერთხელ ავტოკრატიული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ეს საქმე მათი ქართველი ხალხის გასაკეთებელი იყო და იმ პოლიტიკური ლიდერების, რომლებიც მაშინ იყვნენ ასპარეზზე და ზოგიერთი მათგანი დღესაც არის მათ შორის და განსაკუთრებით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რა შეძლო, ნახეთ, რომელმაც მაშინ 2003 წელს შეძლო მართლაც უნიკალური რამ და თუ შევისწავლით მშვიდობიან რევოლუციებს ფილიპინებიდან დაწყებული, პოლონეთით დამთავრებული, გასული საუკუნით დაწყებული, ამ საუკუნით დამთავრებული, ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანთვისება, რომელიც აერთიანებს გეოგრაფიული თუ დროში სხვადასხვა მშვიდობიან რევოლუციას, არის საზოგადოების გაერთიანება. და აი რა გეცდება ამისთვის? ამისთვის კეთდება მათ შორის ის, რომ არსებობს მრავალპარტიული ფორმატები, მაგალითად ეგრეთ წოდებული რუიანის ფორმატი, რომელიც მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, თუმცა რა თქმა უნდა, მანაც თავის ქმედით უნარიანობა უნდა დაამტკიცოს, უკვე მნიშვნელოვანი რაღაცები გაკეთდა, იყო დიდი აქცია თბილისში, იყო მნიშვნელოვანი აქცია ბათუმში. არა, რაღაცები მნიშვნელოვანი რაღაცები გაკეთდა, მათ შორის ის პირველად რუსო აქცია დაანონსდა პოლიტიკოსების მიერ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკოსების მიერ დაანონსებული აქცია გაიმართა რუსთაველის გამზირში, სადაც მრავალი ათასი ადამიანი მოვიდა. რატომ? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს პროცესი უნდა გახდეს პოლიტიკური პროცესი, ხო? ეს ვერ იქნება დღეს რა შედეგი გვაქვს? დღეს აი ახლა დღევანდელი მდგომარეობა ქვეყანაში არის მშვიდობიანი რევოლუციის წინაპირობა. სადმე ხედავთ რაიმე ამის ექოს, რომ შესაძლოა მშვიდობიან რევოლუციამდე მივიდეს პროცესი? ან რა საკეთებთ? აი რა კონკრეტულად როგორ უწყობთ მაშინ ამ წინააღმდეგობას თქვენ ხელს? ნამდვილად ხედავ ხედავ მათ შორის ამ პროტესტში პოლიტიკოსები რამდენად ხართ ჩართული ან რა ხელშეწყობა აქვს? ნამდვილად ხედავ იმის წინაპირობას, რომ ქვეყანაში მოხდეს მშვიდობიანი რევოლუცია, იმიტომ რომ ქვეყანაში ცვლილების რა გზა არსებობს, ხო? აი რეალურად ვიმსჯელოთ. არჩევნები და ეს არის არჩევნები, რომელიც გაუქმებულია ამ ქვეყანაში. და ეხლა ლელომ რაც არ უნდა ისაუბროს და განზრახარ ვახსენებ გახარიას, იმიტომ რომ საერთოდ არ მაინტერესებს რას ამბობს ეს პოლიტიკოსი, ყოფილი პოლიტიკოსი მე ვიტყოდი. მას შემდეგ რაც მას საპყრობილეს შიშით აღარ შეუძლია ამ ქვეყანაში შემოსვლა, ის გახდა. კი ბატონო, მათ თავისი გზა აირჩიეს. გასაგებია თქვენი კრიტიკული დამოკიდებულება. არა, თქვენ არ აირჩიეთ კრიტიკული დამოკიდებულება, არამედ კიდევ ერთხელ მე რომ აღარ განვიხილავ საერთოდ ამ პოლიტიკურ ძალას როგორც მოთამაშეს. ლელომ რაც არ უნდა ილაპარაკოს და ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, იმიტომ რომ ნამდვილად ახლა ლელოში იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებთან ერთადაც მე წარმომედგინა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩვენ რაღაცა საერთო საქმე უნდა გაგვეკეთებინა ამ ქვეყნისთვის, ხო? რაც არ უნდა ისაუბრონ ახლა, ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ არსებობს. 4 ოქტომბერი არ არის არჩევნების დღე.
4 ოქტომბერი არის სპეცოპერაცია, ზუსტად ისეთივე სპეცოპერაცია და სავარაუდოდ კიდევ უფრო უარესი, როგორც იყო 26 ოქტომბერი. თავად ისინი ამბობდნენ, თავად ლელო ამბობდა და ამაზე ყველა თანხმდებოდა. ეს პოზიცია სალომე ზურაბიშვილით დაწყებული მამუკა ხაზარაძე დამთავრებული, რომელიც დღეს სამწუხაროდ ერთ-ერთი პოლიტპატიმარია ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, რომ წინა ოქტომბერს, წინა საპარლამენტო არჩევნები იყო რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აი ნახეთ, ჩვენ როცა გადაწყვეტეთ, რომ ამ არჩევნებს არ დაარქვათ პოლიტიკური ლიდერები, უამრავი სხვა ადამიანი, მასწავლებლები, მსახიობები და ექიმები ციხეში ჩაყარეს, ადამიანები აწამეს და უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს ჩვენი ქვეყანა, ეხლა ჩატარდება არჩევნები. ნუ აი ეს ყო აი აბსურდია, ეს ნონსენსი. ამიტომ როდესაც არჩევნები როგორც ცვლილების გზა აღარ არსებობს, რა რჩება? და როგორ ეტყობა დღევანდელ პროცესს, რომ მშვიდობიანი რევოლუციისთვის ან საზოგადოებაში არსებობს საკმარისი რესურსი უკვე მობილიზებული, ან ხელისუფლებაში ჩანს ამის სამზადისი, რაიმე ეტყობა ქართულს სამზადისი როგორ გამოჩნდება ხელისუფლებაში უნდა ჩანდეს ნაპრალები და ეს ნაპრალები არ მაქვს პრობლემა როგორ ხედავთ თქვენ არჩევნებს. მე მაინტერესებს თქვენს გზას როგორ ხედავთ ამ პროცესში. სად ხედავთ მშვიდობიანი რევოლუციის წინაპირობას? სად ჩანს ეს? მას შემდეგ რაც გამოაცხადეთ, რომ ამ არჩევნებში არ იღებთ მონაწილეობას და მეორე გზა აირჩიეთ, ამის შემდეგ რა შეიცვალა? რუსო ხელისუფლება ვერანაირად ვერ მოემზადება მშვიდობიანი რევოლუციისთვის, მას შეუძლია რომ ამუშაოს პროპაგანდა, რასაც აკეთებდა მრავალი წლის განმავლობაში, იმისთვის რომ მოახდინოს სიტყვა რევოლუციის და მშვიდობიანი რევოლუციური პროცესების სტიგმატიზაცია და მარგინალიზაცია და ამას ჩვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად, ძალიან გეგმაზომიერად და ძალიან გააზრებულად უნდა ვიმოქმედოთ. ეს ერთი, მეორე, რასაც ივანიშვილი გააკეთებს, ეს არის საზოგადოების დახლეჩვა და ფრაგმენტაცია და ესენი ერთმანეთში მიბმული ძალისხმევაა, ხო? ანუ პროპაგანდა იმისთვის, რომ შემდეგ გამოიწვიოს საზოგადოების დახლეჩვა, ამიტომ ჩვენ ამას ყველანაირად უნდა მოვერიდოთ. ხო, მაგრამ ოპოზიციაშიც გაქვთ ეს განსხვავებული მშვიდობიან რევოლუციაზე ეს არის პრობლემა და ამიტომ ამას მაქსიმალურად უნდა რაღაცნაირად შევებრძოლოთ ერთიანი ძალებით, რომ 4 ოქტომბერზე იქნება სწორება თუ ნებისმიერ სხვა თარიღზე თუ რვიანი იქნება თუ სხვა პროცესი იქნება, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ და არ შევუშალოთ და მეტი სინერგიები ვეძებოთ ერთმანეთში და ეს არის ყოველთვის და იქნება ჩემი ამოსავალი, რომ ყველა განსხვავებულმა ჯგუფმა ერთმანეთთან ეძებოს გადაკვეთის წერტილები და არა პირიქით, იმისთვის რომ ეს მშვიდობიანი რევოლუცია მოხდეს, იმიტომ რომ მე არასოდეს ყოფილვარ დაინტერესებული პერსონალურად პოლიტიკური ქულების ჩაწერით და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასე უყურებს ბევრი სხვა ადამიანიც ამ პროცესს, მე ერთადერთი ინტერესი მაქვს და ეს არის ხელისუფლების ცვლილება. კი ბატონო, აი ხელისუფლების ცვლილებისთვის მაქვს ასეთი კითხვა. თქვენი სამუშაო, აი სამიზნე არის რომ პროპაგანდას ებრძოლოთ, საერთაშორისო ასპარეზზე იაქტიუროთ, საზოგადოებასთან იაქტიუროთ, აი სადმე მინდა დავინახო, გულწრფელად მაქვს ეს კითხვა, ოპოზიციის გეგმა მშვიდობიანი რევოლუციისკენ სვლა, უფრო მკაფიოდ, სად შეიძლება მე ვნახო ოპოზიციის მხრიდან. უფრო ცხადად, უფრო მკაფიო მესიჯებით ებრძვით პროპაგანდას თუ უფრო მეტად აქტიურობთ ახლა წინააღმდეგობრივ ბრძოლაში? რუსო, წინააღმდეგობის ბრძოლა და მშვიდობიანი რევოლუციისთვის მზადება და ამ პროცესის ნაწილია აბსოლუტურად ყველა წინააღმდეგობის კერა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ხა ვინც ვისხედით მზია ამაღლობელის პროცესზე, მე პირადად იქიდან გამოსულმა სრული აი გამსჭვალული ვიყავი ამ რწმენით, რაც მე იქ ვიხილე, რომ ვიხილე ერთი ქალის რევოლუცია რეჟიმის წინააღმდეგ, რომ მზია ამაღლობელმა თავის სიმტკიცით, თავის სიჩუმით მშვიდობიანი რევოლუცია მაინც და მაინც ყოველთვის არ გულისხმობს აურზაურს, ხო ეს არის მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს რეჟიმის დემონტაჟს და ყველა ადამიანმა თავის აგური უნდა დადოს ამ რეჟიმის დემონტაჟისთვის. მზია ამაღლობელმა ნამდვილად მოაწყო ერთი ქალის რევოლუცია რეჟიმის წინააღმდეგ, როდესაც თავის სიმტკიცით, თავის ბრძოლით, თავის სიჩუმით, იმით რაც ჩვენ ყველამ ნახეთ, მათ შორის იმ დარბაზში არ მხოლოდ ამხილა რეჟიმი, არამედ დაამხო რეჟიმი. ნიკა კაციას სიტყვები, კი, მშვიდობიანი რევოლუცია რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც
გამოდის ადამიანი ამდენი თვე პატიმრობაშია და თქვენ საუბრობთ პატიმრებზე. რითი იწყებს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ომს ყოველთვის იწყებს ოკუპანტი. თქვენ საუბრობთ პატიმრებზე. რევოლუცია ეს კი წულუკიანის ივანიშვილის და რუსკოცების წინააღმდეგ. და ასევე რა თქმა უნდა ის ყველა პროცესი, რომელიც ემსახურება იმას, რომ მოხდეს ამ რეჟიმის დემონტაჟი და ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ დიდი დრო ნამდვილად არ არის ახლა იგივე ბატონო, იგივე უვიზო მიმოსვლაზე როდესაც ვსაუბრობთ, ხო ყველას კარგად გვესმის, რომ ეს პროცესიც უსასრულოდ არ გაიწელება. ჩვენ თუ ეს ცვლილებები დროულად არ მოვიტანეთ, რასაკეთებს ამასობაში, როცა ეს ვიზა ლიბერალიზაციის საფრთხე გაჩნდა, პროპაგანდა არის და ამ პროპაგანდაში იმხელა რესურსი იხარჯება, პლებისციტზე დაიწყეს საუბარი, პატიმრებთან დაკავშირებით ლავირებს ზოგს უშვებს, ზოგს ტოვებს პატიმრობაში, სანქციებთან დაკავშირებით რა გავლენა აქვს და კიდევ აქვს თუ არა ისეთი დამანგრეველი გავლენა ჩვენ ჯერ ამ ქართულ ოცნებას არ ეტყობა ეს და ამიტომ მინდა თქვენ როგორ არ ეტყობათ რუსო ჩამოშლილები არიან და რა ვიცი ეს ხარებად წოდებული მთავარი ზონდერი რომელსაც ახლა ხელი შეაწმინდეს გამწარებულია რეჟიმზე და კაცმარიცის ხვალდაზე გრასმოიმოქმედეს, გომელაური გაუშვეს, ლილოაშვილი გაუშვეს, არ არის ესე მარტივად საქმე, იმიტომ რომ იმ ხორცაკებ მანქანაში თავი ჩაყოფა, რასაც მათ შორის ფინანსური სანქციები ჰქვია, ყველას არ უნდა, რუსო ესე მარტივად არ არის საქმე. ადამიანების წამებაზე ყველა არ მიდის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცის, როგორი მყიფეა ეს რეჟიმი. და როგორი მოწყვლადია დღეს ბიძინა ივანიშვილი იგივე ეს კლანური დაპირისპირებები რომელიც ჩვენი გასარჩევი გახდა რომლებსაც რა ვიცი მე ნაცვლად იმისა რომ ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობდეთ და ალასკის სამიტზე ვსაუბრობდეთ და მოლაპარაკებებს ხსნიდეთ ევროკავშირთან და შემდგომ იმ თავებს განვიხილავდეთ თქვენთან ერთად მოლაპარაკების ამის ნაცვლად ქურდების და კლანების და მათი გავლენების გარჩევა გვიწევს რატომ? იმიტომ რომ ივანიშვილი იმდენად მოწყვლადია რომ მათთან ყოველგვარ გარიგებებზე უწევს ახლა წასვლა იმისთვის რომ თავი გადაირჩინოს. იმიტომ რომ იცის რომ მათ გარეშე კიდევ უფრო სწრაფად ჩამოიშლება. ხო ამაზე მეტყველებს მათ შორის ეს ჯანგველაძის საქმე, ეს ფარცხალაძის მაგრამ აი ამ პრობლემას საქმე და ასე შემდეგ. ხო რატომ? იმიტომ რომ მას თავაზობს პროპაგანდას. იგივე სისტემა. პროპაგანდა. აი ერთი ბოლო კითხვა მაქვს ომზე და მშვიდობაზე, რომლის პროპაგანდაც ახლა ალბათ ახალ სიცოცხლეს შეიძენს. თქვენ არ ხართ საარჩევნო პროცესში ჩართული, მაგრამ ეს ალბათ ოპოზიციას არათავისუფლებს ალბათ ვალდებულებისგანაც რომ ამ პროპაგანდას შეეწინააღმდეგოს რადგან ცრუ დილემებით ქართული ოცნება ისევ საარჩევნოდ ამ შემთხვევაში მისთვის მოქალაქეებს ეუბნება რომ თავად არის მშვიდობის გარანტი. თუმცა ეს არ არის ახალი, ხომ არ მოიფიქრა ოპოზიციამ, ხომ არ მსჯელობთ ამაზე, მათ შორის რაღაც უფრო ეფექტურ გზაზე, როგორ შეიძლება ამას დაუპირისპირდეთ, რადგან ბევრჯერ მომისმენია რომ მათ შორის 24 წლის წინა საარჩევნო პერიოდში არ იყო მაინც და მაინც მკაფიო პასუხი ოპოზიციის მხრიდან პროპაგანდაზე. ხო, მე მგონი ყველაზე მკაფიო პასუხი ამაზე საერთაშორისო ნიუსებშია, რომელიც გვიჩვენებს, რომ დღეს რეგიონში იმ ისტორიული შეთანხმების შედეგად, რომელსაც ხელი მოეწერა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და იმ როლის შედეგად, რომელიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ შორის უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაში, რომელსაც აუცილებლად დაასრულებს ევროპელი პარტნიორების დახმარებით და პრეზიდენტის ზელენსკის ჩართულობით, მთავარი გარანტი მშვიდობის და არა მხოლოდ მთავარი გარანტი, ერთადერთი გარანტი არის დასავლეთი. ამას ვამბობდით. რამე განსხვავებულს ჩვენ ოდესმე ვამბობდით? ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოს მშვიდობა შეიძლება მოიპოვოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ევროკავშირის წევრი, თუ იქნება ნატოს წევრი, რომ ყველგან სადაც არის რუსეთი, იქნება ეს სირია, იქნება ეს უკრაინა, იქნება ეს ჩრდილოეთ კავკასია, იქნება ეს საქართველოს შემთხვევაში 2008 წელი, როდესაც ის შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე იმისთვის, რომ იმდროინდელი დემოკრატიული ხელისუფლება დაემხო იგივე მიზნით, რა მიზნითაც შევიდა შემდგომ უკრაინაში. ყველგან სადაც არის რუსეთი, არის ომი და უბედურება, სიდუხჭირე, გაწირვება, ქაოსი და არასტაბილურობა და ყველგან სადაც არის დასავლეთი, იქ არის მშვიდობა და კეთილდღეობა. ამიტომ არის სხვა შორის ჩვენი წინა საარჩევნო სლოგანი ეს იყო ზუსტად. კეთილდღეობა ევროპაში
თუ სიდუხჭირე და გასაჭირი და უბედურება რუსეთში, ხო? ეს იყო დიხოტომია, რომელსაც გვთავაზობდა იმ დროინდელი არჩევანი და იმიტომ იყო ზუსტად რომ ოპოზიცია მოიგო, რატომ? იმიტომ რომ ხალხმა რეალურად ეს არჩევანი დაინახა. მაგრამ ივანიშვილმა ეს საარჩევნო შედეგი მოგპარა და ამიტომ როცა ეს საარჩევნო შედეგი მოიპარა და ეხლა არჩევნები აღარ არსებობს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი რჩება საზოგადოების გაერთიანება, კონსოლიდაცია, საზოგადოებრივ პოლიტიკური გაერთიანება მშვიდობიანი რევოლუციის, მშვიდობიანი ცვლილებების მოსატანად. იმიტომ რომ ეს ხელისუფლება ერთსაც ვიტყვი, ამ ღალატის ქრონიკას ერთსაც ვიტყვი, ამ ღალატის ქრონიკას არ დაასრულებს რუსო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის წულუკიანის ანგარიშის შემდეგ და მომდევნო თვეებში ჩვენ თუ ესენი არ შევაჩერეთ, არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ბევრი სხვა უბედურება მოხდება, არამედ მე მჯერა რომ ოკუპირებული რეგიონების აღიარებისთვისაც ემზადებიან ეს მოღალატეები. ამიტომ ეს ღალატის ქრონიკა არ დამძიმებს პროცესს, ჩვენ არ დავასრულეთ. კი ბატონო, ამიტომ მქონდა კითხვები, პროცესი იმდენად მძიმეა, საპირწონედ რა პოლიტიკას უპირისპირებთ, ამას შეეხებოდა ამის გარკვევას ვცდილობდი. მადლობა თინა ბოგოჩავას, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი. მე თქვენ დაგემშვიდობებით, მივესალმები გრიგოლ გეგელიას,